საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეატრო ლუგიანი ეროვნულ არქივს ეწვია და დოკუმენტების რესტავრაციისა და მიკროფილმირების ლაბორატორია დაათვალიერა. ლაბორატორია თანამედროვე სტანდარტების აპარატურით, ინვენტარითა და ქიმიური ჭურჭლით აღიჭურვა. ლაბორატორიის მოდერნიზაცია მიმართული იყო დოკუმენტების კიდევ უფრო მაღალი დონის რესტავრაცია, კონსერვაციის სისტემის ჩამოყალიბებისა და რესტავრატორთათვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნისკენ. არქივმა შეიძინა და აღიჭურვა იუსტიციის სამინისტროს მხარდაჭერით ის უმნიშვნელოვანესი აპარატურა, რომელიც მას უკვე აქცევს თანამედროვეობის შესაბამის ლაბორატორიად. მასში მუშაობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც 70-იანი, 60-იანი წლებიდან მუშაობენ ჩვენი ეროვნული მეხსიერების შენარჩუნებაზე და ეს ადამიანები დღეს თუ კი ადრე ძველებური აპარატურით მუშაობდნენ, იმუშაობენ უკვე დღეიდან ახლებურად. დღეიდან ეს ლაბორატორია აღიჭრვა ისეთი თანამედროვე ტექნიკით, რომელიც საშუალებას მოგცემს უკვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოვახდინოთ დოკუმენტების როგორც საკონსერვაციო, ასევე სარესტავრაციო სამუშაოები.